რა გადაწყვეტილებას მიიღებს მომავალში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს ურთიერთობასთან დაკავშირებით. ბალანსისთვის არ დაგავსყეთ ვიდეოს დალაიქება და ჩემი გვერდის გამოწერა. იფიქრეთ საკუთარ თავზე თქვენ პარტნიორზე, ვნახოთ ეხლანდელი ენერგიები, ეხლა რა დამოკიდებულებებშია თქვენი პარტნიორი თქვენთან მიმართებაში და მომავალში რაზე ჩამოყალიბდება ბოლო-ბოლო. ნახოთ აბა ახლანდელი დამოკიდებულება. ახლანდელ დამოკიდებულებაში ჩანს, რომ ამ ადამიანს თქვენი მიმართ ძლიერი ინტერესი აქვს, ცოტა ჯიუტიც არის, შეიძლება ისეთი როგორი გითხრათ, ამოჩემების მომენტივით აქვს, მიზიდულობა, ვნება, ტოლვა ძალიან დიდი აქვს ამ ადამიანს თქვენ მიმართ, რატომღაც აქ ვხედავ რომ ძალიან ბევრ თქვენთაგანთან არის მესამე პირები სასწავლო სამკუთხედის მდგომარეობა. ურთიერთობა და თვითონ ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ტრანსფორმაციაშია შესული და რაღაცა ტრანსფორმაციული ენერგიებშია, ცვლილებებს ახორციელებს, შეიძლება რაღაცა გადაფასების, გადააზრების ურთიერთობასთან მიმართებაში, ეს მომენტები გააჩნია. ძალიან თავდაჯერებული არის, ისე როგორც ესეთი ცოტა ეგოისტობის მომენტიც აქვს, მე თავისია, თავისი თავიდან, თავისი მედან გამომდინარე ფიქრობს და მე როგორც მინდა, ესე მინდა რომ იყოს ყველაფერი, ისე მინდა რომ ურთიერთობა წავიდეს და ეს ეგოიზმის მომენტი აქვს. ამ მესამე პირზეც იგივეა, არ უშვებს არც თქვენი გაშვება უნდა, არც მესამე პირის დათმობა. ნახოთ აბა რას გადაწყვეტს თქვენთან მიმართებაში თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. აბა ურთიერთობის ბედი. ძალიან ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან, ცოტა არ არის სანდო და იმპულსური ქმედებები ახასიათებს და შესაძლებელია რომ რაღაც მომენტში უცებ იმპულსურად ძალიან ჩქარა ვთქვათ, შეიძლება უხეშად დაგშორდეთ. მერე ისე მოინატროთ, მერე ისე მოტრიალდეს. გადაწყვეტილება ბევრ თქვენთაგანთან იქნება ცოტა არც თუ ისე სასიამოვნო, მაგრამ ეს იქნება დროებითი. არ გეგონთ რომ ეს ადამიანი თუ რაღაც მომენტში თქვა რომ მე აღარ შემიძლია და მე მივდივარ, მერე არის შანსი რომ ისევ უკან უბრუნდეს, იმიტომ რომ უჩანს აქ მონატრებები ამ ადამიანს და ეს წარსულის ემოციები, ეს სიყვარულები, რაც აქვს თქვენთან დაკავშირებით ენატრებიან, როგორც შეიძლება გაანადგუროს და ერთი ხელის მოსმით დაანგრიოს წარსული, ისე თავიდან აღადგინოს და ისევ თავიდან მოტრიალდეს, იმიტომ რომ ძალიან ადამიანი არის ძალიან ეგოისტი და ძალიან დიდი მიზიდულობა გააჩნია თქვენ მიმართ და თავს ვერ ერევა, ვერ აკონტროლებს, ანუ იმპულსური ქმედებების პატრონია და უეცარი მოქმედებების. წავა, მაგრამ მერე ისევ მოვა და ისევ თავიდან დაიწყებს ურთიერთობას.